მუშევრობა და ახალგაზრდების გადინება ეს იმ პრობლემების მცირე ნაწილია, რომლებზეც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ადამიანებმა სახალხო დამცველთან ისაუბრეს. ლევან იოსელიანი გორის რაიონში სოფელ მეჯვრისხევსა და ახალუბანში იმყოფებოდა. მან ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა და მათი პრობლემები მოისმინა. ტრადიციულად ვაგრძელებ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობასთან შეხვედრას, ახლა მეჯვრისხევის მოსახლეობას შევხვდი და სამწუხაროდ ის პრობლემები, რომელიც აქ ხდებოდა გასულ წლებშიც, იგივე პრობლემები დამხვდა. პირველ რიგში გამოყოფდი მაინც ახალგაზრდების გადინებას ამ სოფლებიდან და ამაზე ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვთ აქ ადამიანებს, რომ არ არის რაღაც კულტურის ცენტრები, არ არის ადგილები, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და мотиваცია ექნებათ, რომ აქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, მოღვაწეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრები ადამიანების რაოდენობა არ შემცირდეს და პირიქით ხალხი, რომელიც აქედან გასული არის და ცხოვრობს მაგალითად გორში ან სხვა რაიონებში ან თბილისში, დედაქალაქში, ისინი დაბრუნდნენ და ჰქონდეთ мотиваცია, რომ ისევ თავიანთ სახლებში გააგრძელონ ცხოვრება. ძირითადად ეს არის ამ ადამიანების წუხი. რა თქმა უნდა, იქ არის ამბულატორიის საკითხი, იქ არის სხვა საკითხები, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული დამოკიდებულება, განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს ამ 83 სოფლის მიმართ, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს საქართველოში. მოსახლეობამ სახალხო დამცველთან წყლის სისტემის გაუმართავობაზეც ისაუბრა. მათი თქმით, ოჯახებს წყალი მხოლოდ დღის გარკვეულ მონაკვეთში მიაწოდებათ, რაც საკმარისი არ არის. ადგილობრივების თქმით, გზები მოუწესრიგებელია და სოფლებში არ არსებობს დასასვენებელი სივრცე და სპორტული სტადიონი. წყლის პრობლემა მე მართლა აქვს. სტადიონი შეიძლება მიარო თქვა, მაგრამ წყლის პრობლემას ვამბობ, იმიტომ რომ ეხლა გვაქვს ცოტა ნაკლებად გვჭირდება ის წყალი. უკვე დაგვეწყო მუშაობები, ხო? დასახופებიც რო არის, კაპოტები რო არის, რამეს არ ეცხია, აბანოში რო შევლენ გამოვლენ, უკვე ხო სჭირდება წყალი მეტი. ზაფხული როა. და წყალი არ ყოფს, ცისტერნა გვიძგია, მაგრამ არადოს არ დაკმაყოფოთ იმ ცისტერნით ჩვენ ხალხი. აი სასმელი წყალი. სასმელი წყალი არ არის. აი როგორ აი გასულ დღე გამოშეთურავავს, იცი მე რამდენადმე გამოვიყენო. მე მეორე კიდე რომელიც წყალი გაკეთდეს აქა რომ გქონდეს ყველას ეს წყალი რომ ვიხმარო და აღარ იყოს დამოკიდებული რომ აი ვაიმე გვეყოფა თუ არა, ვაიმე აიშო თუ არა, ბაღში ვარ. ვინ აავსებს წყალს? სახში ვიყე წყალი ავსო, ბაღში ვერ წავიდე რა მოვიყვანო. მე კიდე ხა ეს ამინდები რომ აირ დაირია ყველაფერი. არანაირი ბაღში მოსავალი არ გვაქვს. არანაირი, ყველაფერი დაჩაცარიელი. რითინა არსებობს ხალხმა. და ის სეტყვა და ეს სეტყვაც იყო, სეტყვაც იყო, ყინვებიც იყო, არანაირი ნაკვეთში მოსავალი აღარ არის. წემალი რო წემალია და გავაკეთოთ ვინმემა აღარ არის. აი რითინა არსებობს ხალხმა. გასართობთ იმას რომ გაიძახიან, რა გავერთო, თუ არ ვჭამე, თუ არ დავყოფე, თუ არ შევინახე, რაც მინდა მე მარტო ის გასართობის ადგილი. აი გზებიც ახსენეთ, სასაფლაოსკენ გზები მართლა არა, აი ვერ ავდივართ, მანქანით არ ვავედი, მე ჩემი შვილის სასაფლაოზე ვერ ავედით. მანქანა დაბლა გააჩერეს და ფეხით ავედით. ხსენები იყო წყლის პრობლემა, გზის პრობლემა, სტადიონის პრობლემა, ამის იგივე რომ ისაუბროთ. ბავშვები მეორე სოფელში გადადიან სტადიონის გულისთვის არ გვაქვს აქ, ვერ თამაშობენ. წყალი 2 დღეში ერთხელ 2 საათი მოდის, ისიც რა თუ მოვასწარით ბაღებში თუ არიან, ავსებენ თუ არა 2 დღე უწყლოდ არიან. აი ეს და კი გზები ძალიან მოსაწესრიგებელი. აქამდეც იყო სახალხო დამცველი თქვენთან ჩამოსული. მე პირადად არ შევხვედრი ვარ და ვერ გეტყვით ახლა არ. აი თუ რამე შეცვლილა მისი ვიზიტის შემდეგ? არაფერი, აბსოლუტურად არ შეცვლილა არაფერი, იგივეა. დაპირებებად რჩება. ლევან იოსელიანის თქმით, ტრადიციულად ის აგრძელებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლების მონახულებასა და შეხვედრას აქ მცხოვრებ მოსახლეობასთან.